პირველი შეტრებაჭი ნაციონალებმა დღეს ზუგდიდში დილის 11 საათზე გამართეს საქართველოს 11 ქალაქში დადერმილ ყრილობაზე დასასწრება ნაციონალებმა ხალხის მობილიზებას სხვადასხვა რეგიონებიდან მოახდინეს. დილიდან გადაჭეტილია ქალაქის ყველა ქუჩა ზუგდიდში, გაუქმებული იყო შიდა რეისები, მუნიციპალური ტრანსპორტი კი მხოლოდ ნაციონალური პარტიის ყრილობაზე დასწრების მსურველებს ემსახურებოდა. 500 ყვითელი ავტობუსი და რამდენიმე ათეული სოფლის მეურნეობის კუთვნილი ავტობუსი ზუგდიდში გვიან ღამით თბილისიდან ჩაიყვანეს, რომელიც ყველა სოფელზე გადანაწილდა ზუგდიდის მთავარ მოედანზე სოფლებიდან ხალხის ჩაყვანას ხელმძღვანელობდნენ პარტიის აქტივისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გამთხილება ჰქონდა გამგეობიდან. ვინ გამგეობიდან? რომელი სოფლი? რუხი. გამგებელმა გაგაფრთხილა? კი. ხელი გაიწე იგი და ვერ გავიგე. სამუდამი ტრანსპორტია ძმაო. ხელი გაუჩი ბიჭო რა გეუნები? გადი აქედან. თბილისის მერიისადად. არა, თბილისის მერი ხო არა? ჩვენი მარშრუტკა. ჩვენია ხო? ჩემი მარშრუტკა. რამდენად გაჭმენია ჭამი გოგდა. კიდე გაჭმევ რაღაც. ესეთი შეურაცხყოფა რატომა? შეურაცხმავია წადი. დავი ჩადი. რამდენი გადაგიხადე? ჩადი ბიჭო, ვიკითხავ, ჩადი მანქანა მომავრნები. ჩადი ბიჭო, რას მაგაცა ჩადი ბიჭო. ჟურნალისტურ საქმიანობაში შემიშალეს ხელი. თქვენს კოლეგებს უთხარი და არავინ ყურადღება არ მომაქცია. იქნებ რეაგირება მოახდინო. აი ამ პიროვნებამ ჩამომაგდო. აი ამ პიროვნებამ ჩამომაგდო ავტობუსიდან და იქნებ რეაგირება მოახდინოთ.